რეალობაში არაერთი კარგი წიგნი გამოდის, მაგრამ არის კარგ წიგნებში გამორჩეული წიგნები. ნატა ვარადას პოეტური კრებული შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. ერთი საათით გვიან, ასე ქვია ამ პოეტურ კრებულს. და ხუმრობდით კიდეც, რომ შეიძლება სხვაგვარი სათაურიც იქმნებოდა 15 წლით გვიან. რადგანაც ნატა ვარადას დებიუტი გაცილებით ადრე უნდა შემდგარიყო. სკოლის მოწაფეებს უკვე რამდენიმე წიგნი აქვს, ესეც ნამეტანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდულ ასაკში წიგნის გამოცემა აღარავის არ უყურს. წლების წინათ თამაზ ბაძაყუას წიგნი რო გამოიცა, 23 წლისა იყო თამაზი და იყო ეს რაღაცა უჩვეულო მოვლენა. რომ ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ადამიანს გამოუცეს წიგნი, იმიტომ რომ სადღაც 27-28 წლისა მაინც უნდა ყოფილიყო, ასე იყო იმ ეპოქაში დადგენილი ხო ასაკობრივი ზღვარი. ზოგი აგვიანებს წიგნის გამოცემას, იმიტომ რომ უნდა რომ უკეთესი და უფრო სრულყოფილი იყოს, ეს წიგნი არ არის და უნდა რომ წარმატებული დებიუტი იყოს და ნატა ვარადასთვის წარმატებული დებიუტი იქნებოდა წლების წინათ უკვე. რადგანაც პირველივე ლექსები, რაც გამოჩნდა მისი, იყო მართლაც შესანიშნავი, მართლაც დახვეწილი, მრავალმხრივ საინტერესო და მოახდინა ძალიან საგულისხმო შთაბეჭდილება გარშემო. თავის დროზე ბერძი ხარანაულის პირველი წიგნი რო გამოვიდა, ყველას უყვირდა, რომ ეს პირველი წიგნი ეხლა გამოვიდა, რადგანაც ბერძმა უკვე მოახდინა გავლენა თავის თანამედროვეებზე. დღეს კი არ არის მარტო პოპულარული, თავის დროზევე გამოჩნდა თუ არა პოპულარული იყო. ნატას შემთხვევაშიც ასეა. აქვს საკმაო გავლენა ახალგაზრდებზე, თავის ტოლებზე, უმცროსებზე და გაგიკვირდება, რომ პირველი წიგნი მხოლოდ ეხლა გამოვიდა. ასეა თუ ისე, ხო, კიდევ უფრო დაგვიანდებოდა ეს წიგნი, კიდევ უფრო გადავიდოდა, ჩემი ძალდატანება რო არა, იმიტომ რომ თავიდან როცა შეადგინა და სხვა შინაარსისა იყო, მერე ცვლიდა რაღაც ლექსებს იღებდა, ამატებდა, იღებდა სტრიქონებს, ხვეწდა და უკვე იმ კონდიციამდე მივიდა წიგნი, რომ ამის მერე დაიწყებოდა გაფუჭება. ეს ხდება. ამას მეორე შემოქმედი ამბობს, რომ სადღაც გარკვეულ დოზამდე უნდა დახვეწო წიგნი, მაგრამ იმის მერე მარტო აფუჭება. როცა უკვე შევათხე, რომ გაფუჭებაზე გადავიდა, ამის საშუალება აღარ მივეცით და აი ეს წიგნი შედგა. სამი კარისაგან შედგება, სამივე კარი არის დამოუკიდებელი და ერთმანეთის განსაზღვრავს. დასრულებულია თავის თავში და ერთმანეთს განსაზღვრავს. შინაგანი წინააღმდეგობა ადამიანის, მაძიებელი სულის ადამიანისა, რომელიც აწყდება აქეთ-იქით და მოვალეთულის თავს, რომ არაფერი არ შეალამაზოს, შეაფერადოს და წარმოსახოს თავის სულიერ სამყარო ისე, როგორც სინამდვილეშია. აი ესე უნდა იაროს უფლისაგან და ბოლო ციკლი ლექსების ეს არის თანამედროვე სასულიერო ჰიმნები. აი ამ სიტყვის სრულფასოვანი მნიშვნელობით. წიგნი ეძღვნება მამა ანდრიას, ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი, სწორედ მამა ანდრიას ეძღვნება, ყველა მიცით მისი ტრაგიკული, აღსასრული, წმინდანად შერაცხული ამ სასულიერო პირისა აფხაზეთის მიწაზე დაიღუპა აფხაზეთის მხარეში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. და ნატასთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილება, განსაკუთრებული მღელვარი აღმოჩნდა მისი აღსასრული და არა მარტო ლექსი მიუძღვნა, არამედ მთელი წიგნი, მთელი კრებული მამა ანდრიას ეძღვნება და აი ამ სულისკვეთებით არის მთელი წიგნი განსჭვალული. დღეს წარდგინება იყო ჩაფიქრებული, მხოლოდ ამ წიგნის განხილვის და დისკუსიის დროს დადგება და არაერთგან და არა მარტო თბილისში, რადგანაც ნატას კითხველები ყავს და თაყვანის მცემლები, არა მარტო კითხველები, მთელ საქართველოში თვითონ შეხვედრი ვარ ამ ადამიანებს, მომისმენია მათი აზრი და ყველა არის მოსურნე, რომ წიგნის განხილვა ყველგან გაიმართოს სხვადასხვა სახით, რა თქმა უნდა, და აი დღევანდელი დღე იყოს დასაწყისი ამ წიგნის ნატა ვარადას პოეტური კრებულის ერთი საათი გვიან შემოსვლისა და დამკვიდრებისა ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში. შემთხვევითი არ არის რომ გირეჯა ჭაუძის სახლ-მუზეუმში იმართება, ჯერ ისედაც აქ უნდა გამართულიყო და მეორე მხრივ ნატა უშუალოდ არის გადაჯაჭვული ამ ფესვებთან
ყვარელში დაბადებული იქიდან მოდის ილია ჭავჭავაძის სულიერებაში ტრიალებს და ძალიან კარგად და ლამაზად დაგვიგვიდა ეს ყველაფერი. და ვიდრე ორიოდე სიტყვას იტყოდნენ მისი კითხველები, მისი მეგობრები, მინდა რომ თვითონ ნატამ წაიკითხოს ერთი ლექსი აკრეფით. ყველამ რომ დაიგოს ასაფრთხო. არადას ჭარი. 7 წუთზე ოპერის წინ გაჩერებაზე 5 წუთით დავაგვიანებ. ამიტომაც მთელი 5 თვე ოპერასთან 5 წუთით ჩამოვდგას ცარიელი აფიშის კითხვა მერგო სასჯელი. შემდეგი სპექტაკლი. 5 წუთით ადრე მოსულს მოგწყიდა ლონდინი და რუსთაველს გაყრით. 5 წუთით დაგვიანებას შენი სუნი დამიტოვა. შენს ნადგომ სივრცეში იდგა სუნი, რომლითაც დავსნელობ. ჩვენ ხომ ფართო მხრებიან თიდან ჩაქცეულ დარდებს გამოვეკეცთ. და სანამ თოსნებით ვერ სანამ აფთიაქში გაყიდულ, გაიშვიათებულ წამლის ცარიელ კოლოფებად არ გვაქცევდნენ, ჩვენიც წამლობდნენ ძველ იარებს, ძველ გრძნობებს, ძველ ღალატებს და ნაიარებს. თას კი შეატოვეს იმედი ჩვენი დაბრუნების და დაშალეს ჩვენი ბუდეები. იქნება ის დროც მოვიდე 7-5 წუთზე შემთხვევით ჩავრილმა. აშემამჩნია ოპერასთან გაჩერებაზე 9 საათით მდგარი. ხვალებინა წამოსული სასო წარკვეთით მორწყულ გაჩერებაზე. გაჩერებაზე, რომელიც მთელი ქალაქის მსგავს ერთ-ერთი უბრალო სასაყრაო. საშობაო დანთებულ კოცონზე დგახარ და ქართველი ჟანა დარკის გმირობა იწერენ. გაქანებული შავ-თეთრი ავტობუსებიდან კითხავები მოუჩანთ ბავშვებს, რომლებიც ვარდისფრად ღებავენ ქალაქს და რომლებსაც ღერაღერა შერჩენილ ბუმბულს უკან მიპარვით აცლიან და უკითხავენ მკვდარი პოეტის ლექსია. სულს გაგაუპატიუროთ და გთხოვთ დამრთოთ ნება. ოღონდ მართლა აღარ. დაიჯერეთ, რომ ოპერის წინ გულგრილობის გამოახლა. ყივა, ვირუსი, ჰაიმორიტი არც ახსენე. სინამდვილეში აი რა მოხდა. 10 წელია ჩემზე გიждდება ეზოში მდგარი, ბებერი კარალიოკი. მამაჩემ რამდენჯერ დააკრათ სული, დააშინა, მაგრამ არა და არ დაიშალა. წელს დიდ გვალობის, წელს ცოტა შერჩა ნახო და დედამ სულ ერთიანად გაკარგა. მისი კენწერო ხიბლავ დამნაყოფით ბავშვობაში მე და ჩემთან სტუბრად მოფრინე. ზამთრის დიდ გულუბრყუდოდ შიტევს. ამ შაბათს ქორწილი გეპატიში. ვერ ხეს მიყვება, თუმცა პარასკევს. უკი საბერი დაუწია. თვითონ კრებულზე რომ თქვი როგორი კარგი კრებულია, აქ იგულისხმება რა თქმა უნდა. ნატა ვარადას ლექსები, ასე კარგად გააზრებული, ასეთი რა, ასეთი ექსპრესიული, იგულისხმება ხატურის ნამუშევარი. არაერთი ნახატი არის ჩართული ქრისტინა რომაკიძისა და შეიძლება ითქვას, რომ იგი არის თანაავტორი ამ კრებულის. და თვითონ დარწმუნდებით, როგორ არის ეს ნახატები, შინაგან სულიერ სამყარო გამოაქვთ ზედაპირზე. და გიბიძგები თავისებური ინტერპრეტაცია თითოეული ნახატი იფიქრებ, რომ ესეც არის კრიტიკოსი, მხატვარი, რომელიც თავის წაკითხვას სთავაზობს კითხვას. და ბოლოს სიტყვაობაც შესანიშნავი აქვს დართული ნინოს ადგობერაშვილისა, თვითონ შესანიშნავი პოეტის, პროზაიკოსის და კრიტიკოსის ადამიანის, რომელიც ნატასი არ იყოს, დაინტერესებული არა მარტო იმით, რასაც თვითონ ხდის, არამედ იმით, რაც გარშემო იწერება. და უნდა გაერკვეს ამ ყველაფერში და მისცეს შესაფერისი შეფასება. ნინოს მინდა ვთხოვო, რომ საჯაროდაც გამოხატოს თავისი დამოკიდებულება და დარწმუნებული ვარ, ორიოდე ლექსსაც წაიკითხავს იმის ყველაზე საყვარელ საკრებულია. მე შემოვიწყდა სამ კრებულს, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდი ყველა მეგობრები მისი და მარტო მეგობრები კი არა, საერთოდ ვინც იცის ამ პოეზიის ფასს, ძალიან ხარია რომ ეს თვეც დადგა და აი რამდენი ხნის დაგვიანების მერეც როგორც ბატონმა ძანა გამოვიდა ეს და მადლობა ბატონო ამის გულისთვის რომ აი დაჩქარდა ეს პროცესი. ზემოქმედებისთვის, კარგი ზემოქმედებისთვის. ის ზემოქმედება ძალიან შემოვედი ყოფის და აი ორი დღის წინ მე ამბეს ერთი აღმოსავლური ამბავი და მე
მენიშნა, იმიტომ რომ ეს დღეები ფიქრობდი სულ ნატას პოეზიაზე და რაღაც ნატას პოეზიის ამბავიც არის ეს და ახლა ამ მოკლედ მოვყვები ამ ამბავს და რაღაც ის იქნება ჩემი სათქმელი ამ პოეზიაზე. მოკლედ ესეთი ამბავი არის, რომ იყო ერთი ასკეტი ბერი, რომელიც მთელი ცხოვრება ცხოვრობდა რაღაც განცალკევებულად საშინელი ცხოვრების წესით, განსაკუთრებულად მკაცრი ასკეტიზმით, არც ჭამდა, არც სვავდა, რაღაც იგონდა თავს და ის დაიტანჯა ერთი ანგელოზი მისი ყურებით, რომ გამოეცხადა ბოლოს და უთხარო, მაგრამ რა გინდა რატო იტანჯების ძალა და რა მინდა და ერთ კითხვაზე დამოწევ პასუხი, როგორ არის საყვარო მოწყობილი? კარგი, მაშინ გეტყვი ამას. და მაშინ გაიყვანა ერთ ადგილას და აჩვენა წყალი და ამ წყალზე ტივტივებდა კაცი. ეს კაცი ვერ გაიგო ასკეტმა ბერმა ეძინა მკვდარი იყო. უბრალოდ ტივტივებდა. აი ეს არის, სულ ეს არისო სამყარო, სულ ეს არისო. გაგიჟდა ახლა ეს ასკეტი რომ დამცნის ანგელოზიცა კიდევ უფრო მეტად განაგრძო საკუთარი თავის ტანჯვა წვალება. ისევ გამოეცხადა ანგელოზი, ისევ იგივე დიალოგი გაიმართა მათ შორის და კარგი წაიყვანდა ისევ გაჩვენა. წაიყვანა ახლა სხვა მხარეს, იქაც იყო წყალი და რაღაც დაახლოებით ისეთივე კაცი ტივტივებდა ამ წყალზე. ეს ასკეტი ძალიან დაიბნა და გითხრა რომ გამაგვიო შენ უფრო ტანჯავმე თუ პასუხს მაძლევ ჩემს კითხვაზე როგორ ეს საყვარო მოწყობილია და მაშინ ანგელოზმა უთხრა რომ იციო აი ტრევად რომ კაცი ნახეო ის იყო ღმერთიო იმ ღმერთსო დავესიზმრე მეო ეს მეორეო მე ვიყავიო და მე კიდე შენ მესიზმრებიო და ეხლა წარდიო შენ და შენ ცხოვრობ ძველი იმაზე ფიქრს შენ მიგესიზმრებო აი რაღაც ნატას პოეზია არის რამდენიმე გზის სიზმარი აი ერთმანეთში აღბეჭდილი თაობები, დროები, რაც ჩემი ფიქრით აი ნატას პოეზია არის საკუთარი სიზმრის ძებნა. ამ სიზმრის ძებნა სჭირდება ალბათ ხოლმე მსხვერპლშეწირვა და იმ მთელი წიგნიც არის გაჯერებული აი მსხვერპლშეწირვის ტკბილმწარე ცეცხლით, აი მამა ანდრიასაც რომ ეძღვნება, ვის უნდა მიუძღვნა თუ არა, იმას ვის თავს წირავს, ესეთი ეპიგრაფი აქვს, მამა ანდრიას. აი ესაც აი მსხვერპლისთვის მიძღვნილი წიგნის უკვე არის აი ამ რიტუალის დადასტურება. საკუთარი სიზმრის ძებნა კი ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი ძაფრი შეგრძნებებით სავსე თუ რა ვიცი მე როგორ ვთქვა მდგომარეობა პროცესი შემოქმედისთვის და მე ვუსურებ ნატას ამ გზაზე წარმატება როგორ ვთქვა წარმატება ყოველთვის ინდივიდუალურია ამ გზაზე მაგის და წყალობს ბევრს რომ მე ეს ყველაფერი ჩვენს გაგვიზიარებს მე და წავიკითხავ ნატას ერთ ჩემთვის ძალიან საყვარელი ლექსი 1978 იმის აღარ მოყვები მაინც ფეხადევნებული სადარ გადაუხო რას არა მოეფარები გზაკვალს მირევ და სულ არ მჭირდება სიცხიანი მზე შენ სიგნელეში როგორც ცხელი შანთი ძუძუზე როგორც კატის გადარბენა შუა გზაზე რა შეგადარო უფრო უშენო ამბები დამიპირქვალდა უნდა მოყვე სავსე არის კიდობანის ნეუდღეებით სავსე არის ზღურბლი ამძუნებული ტყუილებით გადიან და გამოდიან შეშდებიან ჩემამ დედაფეხაკრებით გარსულიან დედაბრის მუცელს გაწყალებულ ტყუპის წყალს რა მოგიყვებ თუ ყველა ღამე იყო მუნჯი და ყოველი რიჟრაჟი თვალება მომწვარი მოდიოდა და გასწიოდა სითხით ქრიალით არადა წვებოდი აცავაცა ბრუბლებზე დედი შობილა ამომცქეროდნენ ქვევიდან თითისტოლა ბალღები მისწვენდნენ ასე შაშხანები რომ დაგიყარონ და დაფეთებულს ხორხოცი გამოგაყოლო კიდევ რამდენი რამ და ყველა ამნეზიური ხელებს ნაცარივით შეზელილი მოხვალ და ფერაცვილი უჩემობით შეგიცნობ და გეტყვი შენამდე ვყოფილ გვარუშენ ეს თმაგათეთრებული ღამეები მიბრალებენ ეს მუნჯი დღეები აბრიალდნენ და ხმაჩაწყვეტილ ვარსკვლავებთან ხარჯობენ თორემ აბა გინახე შორიდან მაშინ როცა ფრთხებოდა ყველა მამრი გადარბოდა საყვარელი ცდუნების მიღმა დაგუბებული ტბა მიწის შიდა წყლებში თავს იხჩევს მაშინაც კი როცა იესო გადგა განზე და მისი ზურგი პიონებით დაიფარა მე წამოვედი თავქვედა შენკენ და მისკენ და უთხარი ჩემგან გაბრუნებულს გამძიმდე მტვრისგან ტალახისგან აუმზიანდე დამსკვდარ ქუშაზე ხვლიკის მუცელზე თუ კი გამომდგა მერე აუმვერდე იგალობუნე ტარებისა და იესო ავარიყო უცხო და სხვისი
ფეხი აიდგას დაყრობულმა ქარმა და შენ უჩემულის 10,000 წელს ეს რა კერპები მოიყოლი, ეს რა დარდები ჩაგვიწვია გულში ვაზნებად. აბა მიყურე, აი აზმა ვასხურო და გაზაფხულის ადიდებულ მდინარეში გადაგიყარო. მოგიყვები, მოგყვები, ყვები, გადახილებად, არ გამიყვები. მოისმინეთ ავტორის მიერ წაკითხულებას. მოისმინეთ ისე მეგობარი პოეტის მიერ წაკითხულებას. ახლა მოისმინოთ როგორ კითხულობენ მსახიობები. ატავარებას ეს. უნდა თორდინო გიორგია. მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ნატას ამ დღეს და დიდი მადლობა მინდა ნატა შეგითხრა რომ მანდ შენი არაჩვეულებრივი ლექსები. ძალიან ძნელია გადმოსცემ. ახლა ნებისმიერ სხვა პროფესიის ადამიანმა ის რაც პოეტს უნდა, მაგრამ მე შევეცდები მიახლოებით მაინც გადმოცა. ბოჟმის ყვავილი. უსუნო ყვავილი ვარ რა, არავისი. მუსუსა პეპელა დამფარფადებდა, ჩამოვასვე. სამ დღეს მზეს რომ ამოიყვანდა, სამ ღამეს მთვარეს მომწევდა. წასვლისას გაბუდულ ბაგეზე ლამაზ-ლამაზი მოგონებები დამთხოვა. ბოჟნის ყვავილი ვარ და სიცოცხლეში ერთხელ გადავწითული, დამორჩებული უკუნეთ ღამეს. ვარსკვლავებსაც რომ ტკბილად ეძინათ. გაიშუქა და ვითომ ყვავდი. როგორ მომძე? რკინის ქალანებით ჩაიცვა. უსუნო ვარ რა და არა და განარა. მწვანე თვალებს დამიხუჭავდი. სისხლის მოუყევი, ეგების ტყეში ქურბუდა ირემი, ღვიმევი. კიდევ ერთ ლექსს წაგიკითხავთ. ექვემდებარება ევაკუაციას. ამაღამ წვიმდა და გალუნდულნი, რა ვართ ჩვენ ახლა ერთმანეთის. ბურუში ხარაქცეულები და ბოლოტყვია თუ სიტყვა გადანახულები. ან შევედრებულნი ღმერთთან ვიყოთ ერთმანეთისა. რა გულმავიწყი გახდა ჩემი ღმერთი ერთადერთი ძერო მოუკავი. ეს დამუნჯებულ სპილიდან დამცდა. არა და მაშინ შვილს მარხავდი. ჩემი სხეულის ყველაზე მიუგნებელ უჯრედებში ჩვენი ბავშვების სასაფლაო გავაშენე. გულმავიწყს თვალებზე გაუფლილი ხებიგულები ამხარე, ნათითურები დაემჩნეს, ვითომ როგორი სუფთა ხარ. შენ სიცოცხლის გზა დააგრძელებინე, ძაფის გორგალივით იგორე, ხახვის ფურცლები შეაგროვე, დიდხუჩაბაც დაწვი. კვამლს გამოვყვერ, კვამლმა შეგბოჭოს. შემოვივლი და ქუთუთოებს ვეამბორები, ზედა ტუჩისზე შეგირჩნე. ან იქნება და თუთუ ბავშვით ევედრებოდა ის ოღონდ ეს არა და ღმერთიც დედის სურვილამდე გადაიხარა. დავადე თავი და ჩემი აკლდამის სანახავად გამოვეშურე. მშალი ჩიხები და დაღმართები, გადავშალე იანვარი, თებერვალში ბაყბაყა გაზაფხულმა მხარზე შემისვა. წყლის ცხოველის მსგავსი, უცხო, უთმო ქალი, ხილჯოხით მდგარი, ხურდებს ხელამოჩრით მევედრებოდა, უფრო ამფიბია, უფრო და სულ რაღაც 3-3 პესო ცული დავცინცლე. ფიქრად მიფუთფუტებ, შენთვის მინდოდა, სულ ჩათმული უნდა გენახე და რა გნახე, ჭინკას სული გამოგიწოდე. და ამიტომაც შენი შვილები მკვდარი სხეულის მიულოვ ნაწილაკებში გამოკეტილნი დაკუტებულმა ამოვიღა. ეხლა შენ თქვი, ახლა რა ვარ ჩვენ ერთმანეთის? ან არ გინდა რა საჭიროა? ჩემი სურვილი მეც გამოჩ. ალბათ ჩქარა. ნატას ლექსებზე არაერთი გამოხმაურება დავეცდია რეცენზია. ერთ-ერთი საუკეთესო ეკუთვნის ნანა კუციას და მინდა რომ ყოველდღე სიტყვა ესაც უცამოს. მეც მოგუცვით დავიწყებ, იმიტომ რომ ალბათ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც პოეტის ნაზრები იქინძება ერთ წიგნად. ჩვენ ესე ლუფად ვეცნობით ხოლმე პოეტების განცდილს. და მე გვეკარგება ის ჟურნალები, გაზეთები, სადაც ამას ვკითხულობთ ხოლმე. და გული გვწყდება, იმიტომ რომ გვავიწყდება სახეები, გვავიწყდება პარადიგმები და როცა ეს ყველაფერი არის ერთ წიგნში, წიგნი იქცევა სასასრულოდ. სულ ჩვენთან არის და ხშირად ვისტუმრებთ ხოლმე იმ არაჩვეულებრივ სამყაროს, რასაც ქვია პოეზიის სამყარო.
ძალიან მიყვარს ნატავარადა. თავიდან მეგონა რომ ფსევდონიმი იყო. იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ წარმოვიდგინე ვარად. და მე როდესაც მისი ლექსების პირველი პუბლიკაცია დაიბეჭდა ჩვენს მწერლობაში, იყო ძალიან კარგი მინაწერი ავტორისეული და ფაქტობრივად ეს მინაწერი გავდა ლექსს. და მე მგონი საერთოდ ნატავარადა ყველაფერს რასაც აკეთებს, ლექსივით აკეთებს. ლექსივით მცვავს, ლექსივით მეტყველებს, ლექსივით ცხოვრობს და ეს მინაწერიც ლექსივით იყო ძალიან ლამაზი. ყვარელში დავიბადეო, ძალიან გვიან გავბედეო ამ ლექსების დაბეჭდვა. ასე არ ეწერა სხვანაირად პოეტურად ძალიან ლამაზად. დასასრული იყო საოცარი ლორკას ფრაზასავით, როგორც უეცარი მოსახვე ხელში დანა. აწი უკვე სიბერია. ეს იყო იმ თვითწარდგინების ბოლო ფრაზა და ძალიან გამიკვირდა, თუმცა ალბათ არ უნდა გამკვირდებოდა, იმიტომ რომ ხომ არის კეთილი მოხუცებულება იგონებისაი. და ეს კეთილი მოხუცებულება იგონებისაი ადამიანს ან აქვს, ან არ აქვს. ეს შეიძლება ჰქონდეს ადამიანს 5 წლისას, 15 წლისას, ან არ ჰქონდეს 115 წლისასაც. ბატონმა როსტომმა ბრძანა წეღან, რომ ძალიან დაგვიანდაო პირველი კრებულის გამოცემა. ჩემთვის როგორც ერთი რიგითი მკითხველისათვის ესეც ალბათ სიმპტომატურია, სიმბოლურია. ეს არის ის დიდი პასუხისმგებლობა ალბათ, რითაც ყოველი პოეტი, საერთოდ ყოველი მოაზროვნე ადამიანი უნდა ეკიდებოდეს თავის ნააზრევს. ნატა იმასთან ერთად რომ არის ძალიან კარგი პოეტი, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანიც. იმიტომ რომ ის ყველაფერს ვერ მიიტანს მკითხველს. ის ძალიან დიდი ყურადღებით, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება სიტყვას. კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზა გამახსენდა ახლა. ისე უნდა ეკიდებოდეს რომ წერალი სიტყვას როგორც ძუნწი ოქროს. აი ასე მისხალ წონის ალბათ ნატა ამ ყველაფერს ანამ მოიტანს მკითხველამდის. მე მქონდა ბედნიერება დამეწერა წერილი. ეს არ იყო კრიტიკული წერილი, ეს იყო აღფრთოვანება ნამდვილად, იმიტომ რომ სხვა დამოკიდებულება არ შეიძლება მკითხველს ჰქონდეს ნატას მიმართ. ისევ ბატონ როსტომ ზავესესხები ძალიან ბევრი მკითხველი და ბევრი თაყვანისმცემელი ხავსო ნატას. და მე ვფიქრობ, რომ მისი მკითხველები უკვე ავტომატურად მისი თაყვანისმცემლები ხდებიან, იმიტომ რომ არ შეიძლება წაიკითხო ეს ლექსები და უმალვე არ გახდე ამ ადამიანის თაყვანისმცემელი. იმიტომ რომ დღეს ცოტა უცნაური დრო დგას, დღეს უკვე არ არის ლექსი, მხოლოდ ემოცია. ეს იმავდროულად არის ძალიან დიდი სიბრძნიდან ამოზრდილი ტექსტი, ძალიან რაციონალურიც, მაგრამ ნატა ახერხებს საოცრებას, საოცარ რაღაცას. ესე იგი, ის რაც გონებისმიერია, მასთან ხდება ძალიან პოეტური. ის რაც თითქოს ძალიან აკადემიური უნდა იყოს, უფრო მშრალ ტრაქტატს უნდა ემსგავსებოდეს, ნატასთან იქცება ლექსად. მას აქვს ძალიან დიდი აკადემიზმი. ის არის ძალიან ღრმადმცოდნე ბიბლიური ტექსტებისა. როდესაც იგი იღებს ბიბლიურ პასაჟს და ამას აქცევს ლექსად, არანაირი ხელოვნურობის განცდა არ გრჩება, იმიტომ რომ ხშირად წამოგითხავთ ჩვენ აიღებენ ხოლმე ბიბლიურ თემას და უბრალოდ გალექსავენ იმას, რაც არის იმ ღვთაებრივ ტექსტში. ალბათ ისიც ძალიან დიდი საქმეა, მაგრამ ნატასთან ეს ყველაფერი რაღაც ახლებურ სურნელს იძენს, ახლებური შუქით გაბრწყინდება ხოლმე. მე როდესაც წავიკითხე მისი ხარაჯა და ილამაო და ვწერდი წერილს, ფაქტობრივად ყოველ ფრაზაზე მიხდებოდა გაჩერება, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ბიბლიური, ყველაფერი იყო ძალიან აკადემიური, ყველაფერი რაღაც ასოციაციას იწვევდა, რაღაც რემინისცენციას, რაღაც ალუზიას, ქართული ტრადიციული კლასიკური ლექსისა, ყველაფრისა, რაც კიდევ მე წავიკითხავს და მე უბრალოდ ძალიან მიკვირს. და ამიტომ არის მისი თაყვანისმცემელი, როგორ შეიძლება ერთ პაწაწონა ლექსში ამდენი სიბრძნე ერთდროულად დაეტიოს. აი SMS-ისგან როგორ შეიძლება გაკეთდეს ლექსი, დაიწეროს ლექსი. ალბათ ვართ მოსალოცნი, რომ არსებობს ეს წიგნი და გვექნება ბედნიერება ნატასთან კიდევ ერთხელ, ნატას სამყაროსთან კიდევ ერთხელ განმარტოების, ამ სამყაროში ჩამყუდროების. ნატა არ არის ახალგაზრდა, ნატა არის კეთილი მოხუცებულობის, კეთილი მოხუცებულობით დაღდასული, ეს კეთილი დაღია.
და დაეშენი მუზა ყოველთვის ყოფილიყო სულწმიდა, როგორც ყველა ლექსში. ძალიან დიდი მადლობა.